მანამდე ჩვენ საშუალება გვექნება ვიდრე სტუმრებს გადავცემდე სიტყვას, მანამდე საშუალება გვექნება სწორედ სოჭის ოლიმპიადიდან ვნახოთ ერთი ჩართვა, იქ არის ჩემი კოლეგა, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ბატონი თენგიზ პაჭკორია, რომელიც ალბათ უკანასკნელ მოვლენებს, ფაქტებს წარმოადგენს ჩვენს წინაშე, შეძლებს დაგვარად. მოგესალმებით ბატონ თენგიზ, გესმით ჩვენი ხმა? მოგესალმებით ადლერიდან, სოჭის, დიდი სოჭის შემადგენელი ნაწილიდან, ისმის ხმა, ჩემი გესმით? კი, ძალიან კარგად ხედავთ კიდეც და ძალიან მომწონს ეს საყურეები, რომელიც არა, ეს საყურეები არ არის ბატონო ვალერი, ეს არის სახელმწიფო ნაძვის შემადგენელი ნაწილი, ეს ბურთები აქ არის საქართველოს დროშა. და შეცდომა დაუშვით. მაგრამ რა ყურებთან არის, ამიტომ თქვი საყურეები მეთქე. ბატონ თენგიზ, თქვენ როგორ ცხოვრობთ? აეროპორტში რომ ჩამოფრინდით ადლერში, მიყურებდნენ, მე უთხარი, это не то, что вы подумали, გაეცინათ თვითონ. აქ არის საქართველოს დროშა და ამით ვიყავი ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე, მანამდე იყო საქართველოს დროშის აღმართვა, ოფიციალური აღმართვა ოლიმპიურ სოფელში და მანამდე ის რაც უძღვებოდა ამ ღონისძიებებს ჩვენი ჩამოსვლიდან გისმენთ თქვენ შეკითხვას. ბატონ თენგიზ, თუ შეგიძლიათ თქვენ ორიოდე სიტყვით გითხრათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არის იქ შეხვედრები, როგორი იყო, როგორ მიიღეს ქართული დელეგაცია, საქართველოს მონაწილეობა ხომ ისე იყო, საეჭვო იყო ძალიან ამ ოლიმპიადაში და გასაგებია. ეს ჩვენ დელეგაციის პირველი ნაწილი როგორც ის ჩამოფრინდა 4 თებერვალს, პირველი რეისი იყო თბილისი-სოჭი 2008 წლის შემდეგ. მე სხვათა შორის მივეკუთვნებოდი იმ ჟურნალისტთა სიას, ვინც აქტიურად აკენებდა ამ საკითხს ბოლო წლებში, რომ გახსნილიყო, აღდგენილიყო ეს ავიარეისი თბილისი-სოჭი. მე შარშანწინაც ვიყავი სოჭი და ადგილობრივმა ქართველებმა მთხოვეს და ეს მასალები მე თავის დროზე გამოვაქვეყნე ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობითაც. მე ოლიმპიური კომიტეტი ჩაერთო, რადგანაც ოლიმპიადის მზადება იყო და საერთო ჯამში აღმოჩნდა, რომ ოლიმპიური კომიტეტის წერილების შემდეგ უკვე მოხერხდა, რომ ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ უბრალოდ დაერზენამ შესაბამის თანხმობის შემდეგ რუსეთიდან დაიწყო ეს რეისები კვირაში 2-ჯერ და ეს არა მარტო ოლიმპიადასთან დაკავშირებით არის, არამედ გაგრძელდება კიდევ დარწმუნებული ვარ 3 თვის შემდეგაც. ჩვენ დელეგაციის პირველ ნაწილს და მეორე ნაწილსაც 6 თებერვალს ძირითად ნაწილს დახდნენ ძალიან თბილად, უზარმაზარი ინტერესი იყო სოჭში, ჩემ კოლეგებს შორის ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, რუსი ჟურნალისტები, ტელეკომპანიები დახდნენ ქართულ დელეგაციას, სპორტულ დელეგაციას ადლერში, აქაც დიდი ინტერესია და როცა იყო საზეიმო დროშის აღმართვა ოლიმპიურ სოფელში, საქართველოს დროშის ოფიციალური აღმართვა, ისანამ დაიწყებოდა ეს ღონისძიება, ერთ საყურებლო მომენტს გეტყვით ბატონო ვალერი. დელეგაციის დიდი ნაწილი იყო შესული იყო პლატზე, მე გავდიოდი კონტროლს, იქ შესაბამისი კონტროლის შემდეგ ჟურნალისტები ცალკე შევედით და აი მომენტში ჩემთან მოვიდა კაცი და მეუბნება მე მქონდა კურტკაში ვიყავი ჯორჯია სპორტ ოლიმპიური ნაკრების კურტკაში და მეუბნება ეს კაცი მე ვარო ამერიკის ელჩი მაიკლ მაკფოლ რუსულად გავხედე მის აკრედიტაციას წავიკითხე ვოლონტიორებმა გვერდით რომ დამიდასტურეს იმას გაეცინა მე დავიწყე ყურება ეს დახურული ზონა იყო და გისმენთ მეთქი და რუსულად მითხრა ძალიან მოხარული ვარო თქვენ რომ ჩამოხვედითო საქართველოს სპორტსმენები რომ მონაწილეობდნენო ოლიმპიადაში სოჭში და გისურვებთ წარმატებას გადაეციდოთ თქვენ სპორტულ დელეგაციას ჩამომართვა ხელი და როგორც ელვისებურად მოვიდა ელჩი ელვისებურად დამემშვიდობა და წავიდა თავის საქმეებზე ელოდებოდა ამერიკის დელეგაციის ნაწილს იქ აზრი არ ქონდა უკვე რამე კითხვის დასმას აი ეს თხოვნა არისო რომ გადაეცოდო საქართველოს სპორტულ დელეგაციას რომ კარგია რომ საქართველოს სპორტსმენები ჩამოვიდნენ სოჭში აი ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკის ელჩს რუსეთში მაიკლ მაკფოლს ძალიან საინტერესოა ბატონ თენგიზ თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ გადაწყვეტილება რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო ხო?
მე ახლა გეტყვით ცოტა სხვანაირად. ძალიან ბევრი ჟურნალისტი უშინათ როცა იყო გახსნის ცერემონია და ჩვენ იქით მე ვიჯექი პრესის ლოჟაში, გვერდით იყო საპატიო სტუმრების ლოჯა და ცოტა ზემოთ ეგრეთ წოდებული VIP ლოჟა, მთავრობის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ამერიკელი, ფრანგი, რუსი განსაკუთრებით გვეკითხებოდნენ ამ თემაზე, თუ როგორი განწყობა იყო საქართველოში, რამდენი კაცი არის მომხრე, რამდენი წინააღმდეგი, რამდენი იყო ის კაპიტალისტური ეზერვსოჩი მე უპასუხე რომ ებულა ყველას თავისი აზრი აქვს ნაწილი იყო მომხრე რომ მონაწილეობა მიიღოთ ოლიმპიადაში გარკვეული ნაწილის საზოგადოების იყო მოწინააღმდეგე ამის მაგრამ რასაკვირველია ზუსტი მონაცემები ვინ ის რამდენი ვინ როგორ უყურებდა ამ სიტუაციას არ არსებობს იმიტომ რომ არც გამოკითხები ჩატარებულა ისეთი ფართო მასშტაბიანი და არც რასაკვირველია რეფერენდუმი მაგრამ იცოდნენ რაც შეეხება მონაწილეობა არ მონაწილეობას მე ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გავიარე აკრედიტაცია როგორც ჟურნალისტი და ამიტომ მიუხედავად მე ვთქვი ეს ტელევიზიით ერთ-ორჯერ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს სპორტული დელეგაცია გაემგზავრება საქართველოს სახელით თუ ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიური სახელით მე როგორც ჟურნალისტი მაქვს უფლება დავესწრო მე გავიკითხე ეს ოლიმპიურ კომიტეტშიც ოფიციალურად და მე წავალმეთქე ოლიმპიადაზე როგორც ჟურნალისტი პიროვნება გასაგებია ბატონთენი გასაგებია ეს პოზიცია 1980 წლის ოლიმპიადას მოსკოვში ვიყავი 20 წლის როგორც სტუდენტი დონეცკის უნივერსიტეტის სტუდენტური პროგრამით წავედი სტუდენტურ პრესაში ვაშუქებდი და მე მაინტერესებდა რა იქნებოდა როგორ იქნება ჯერ სულ რამდენიმე დღეა რაც 2 დღეა ფაქტურად დაიწყო თქვენ ჟურნალისტი ხარ და ვერავინ ვერ დაგზრახავთ მე რა მაინტერესებს ბატონთენგის იცით აი ახლა უკვე 1:24 საათი გავიდა ასე ვთქვათ ოლიმპიადის გახსნიდან აი ეს ხმებით რომ თქვენ ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობთ მე ის ვატყობ რომ ოლიმპიური სოფლის გვერდით ზუსტად 5 წუთი ფეხის სავალით 300 მეტრო არის ცენტრალურ სტადიონთან ფიშტა და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით აი როგორ არის მოწყობილი და ორგანიზებული ინფრასტრუქტურულად აი რაც ვრცელდება აქ რაღაცა თქოს ხარვეზები რამდენად შეესაბამება ეს გასაგებია პირველ რიგში უპასუხებ თქვენი კითხვის იმ ნაწილს რომელიც ეხებოდა მონაწილეობა არ მონაწილეობას ძალიან ბევრი ხალხი ჟურნალისტები მოსახლეობა სპორტსმენები უცხოელები გამოთქვამენ დიდ სიმპათიებს საქართველოს მიმართ და ქართველი სპორტსმენების და ქართული დელეგაციის მიმართ, რომ მე დავდივარ ჩემი გითხარით იმ პორტით, სადაც არის მითითება რომ ეს საქართველოა, ქუდიც და ასე შემდეგ. და ეს გამოხატავენ პირდაპირ სითბოს, პატივისცემას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის აქ ოლიმპიური თამაშების მომუშავე ადამიანებს შორის, ვოლონტერებს შორის ძალიან ბევრი ქართველი აღმოვაჩინე, ადლერის რეგიონის მაცხოვრებლები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი და გაიმარჯვეს და მოხვდნენ ვოლონტერების სიაში, პოლიციელებს შორის, რომლებიც მორიგეობენ ქუჩებში, ადლერის და ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ქართველი აღმოვაჩინე, რომლებმაც ქართულად მომისალმე და მითხრეს, მაგრამ სურათზე უარი მითხრეს, რომ სამსახურო მოვალეობას ვასრულებთ და სურათის გადაღება არა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის საკითხებს, იმ სასტუმროში, სადაც მე ვარ და გვერდით სასტუმროში ნორმალურად არის და ვისაც მე შევეკითხე, ბევრ ჟურნალისტს, უკრაინელს, გერმანელს, მოლდაվել ჟურნალისტებს გერმანელ ჟურნალისტებს უმეტესობამ რუსული ის ნაწილი ჩამოვიდა, როდესაც რუსული იცის, უმეტესობამ 90%-მა მითხრა, რომ ნორმალურად ზოგადად კარგად იყო ტექნიკური შეფერხებები, ერთ-ერთ ჩვენ კოლეგას შეემთხვა, რომ კარგი დეტალები არ მინდა ბატონთენგის მე ბოდიშს ვიხდი ვერ ვიტყვით რომ იდეალურად არის მაგრამ რაც მე დავინახე 90%, 95%, ნუ კი არის ალბათ გამიგიადას მითხრეს ზოგიერთმა რომ რაღაცა არის ტექნიკური ნიუანსები რომელიც უკეთესად უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარეგნულად ქუჩებში რაც დავინახე, აქ მთელი ქალაქია ფაქტიურად აშენებული, ჭაობი იყო აქ ზღვისპირად არის ეს
აქ არის დაახლოებით 5-7 კილომეტრი ფაქტურად. გასაგებია. ბატონო თენგიზ, ძალიან დიდ ბოდის გიხდით. ჩვენ დროის უკმარისობის გამო გესმით ჩემი ხმა. ესე დროის უკმარისობის გამო მე აი ვრცელი საუბრის საშუალებას ვერ მოგცემ დღეს, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ თქვენ. ხვალ მე მექნება ობიექტივიდან გადაცემა ღამის წერტილის ნახევარზე, პოლიტიკური ღამე, რომელიც 2 საათიანია. თუ თქვენ შეძლებთ რომ ჩაგვერთოთ, გაცილებით უფრო დიდ დროს დაგითმობთ და ხვალამდე კიდევ რაღაც მოვლენები გამიზარდება. ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღეს უკვე მონაწილეობა. სურათებით მექნება მანამდე ალბათ ვიდეო კადრებიც როგორ იყო განწყობა იქ თვითონ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მანამდეც და საერთოდ ისიც ესმით აქ ვითხრეს რომ ისიც გვესმის რომ მოსახლეობის ნაწილის ზოგადობის ნაწილი იყო წინააღმდეგი და უფრო მეტი ალბათ ამ სიტუაციამ სხვათა შორის ერთ საიდუმლო კი არა ეს პარგეთით რომ რადგანაც ასეთი წინააღმდეგობა იყო პაიქრობა პოლემიკა საქართველოში წავიდნენ არ წავიდნენ ოლიმპიადაზე და საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ სპორტსმენები წავიდნენ ამან უფრო მეტი ფასი მისცა მოვლენას იმიტომ რომ მიუხედავად აზრების პოლარიზებისა მაინც მოხერხდა დელეგატი ბატონო თენგი ძალიან დიდია შიში იმისა რომ ამ ოლიმპიადის მსვლელობისა შეიძლება რაღაცა ექსცესები იყოს ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდად არის ხო მე ახლა გეტყვით ჯერჯერობით მშვიდად არის გუშინ ჩვენ ვიდიებით პრესის ლოჟაში როცა საქართველოს დელეგაცია გამოაცხადეს 23 ნომერი ვიყავით ჩვენ ალფაბეტის მიხედვით გამოაცხადეს მე ვიყავი მზად უკრაინელი და მოლდაველი და გერმანელი ბატონო თენგიზ ხარვეზით მოდის თქვენი ხმა და გამოსახულება ბოდის გიხდით ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ ხალხსაღამოს ძალიან მხოლოდ თუ შესაძლებლობა გექნებათ ჩაგვერთოთ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა